ფოთის მოსახლეობა თევზის ერთ-ერთი სახეობის გადამამუშავებელი საწარმოების შემოწმებას მოითხოვს. Ქაფშიის ჭერის სეზონის დაწყებასთან ერთად ქალაქის მცხოვრებლებს გაუსაძლისი სუნი აწუხებთ. ეს სპეციფიკური სუნი, რომელიც გადამუშავების პროცესს ახლავს, თან ჰაერს სერიოზულად აბინძურებს. ქარხნებში არსებულ კონკრეტულ საწარმოო დარღვევებსა და პრევენციულ მექანიზმებზე გარემოს დაცვის სამინისტროშიც საუბრობენ. მით უმეტეს, რომ თვეების წინ ქარხნებში ჩატარებული მონიტორინგის შედეგად რამდენიმე დარღვევა დაფიქსირდა. საშინელი სუნია, შეწუხებულია, ძლიერ შეწუხებულია ხალხი. მოწამლულები ვართ, ბავშვებიანად, მოხუცებიანად, ახალგაზრდებიანად და რას გვერდჭიან? თუ ჰაერის სისუფთავესაც ესე მოვითხოვდით ქართველები 21 საუკუნეში, უკვე ამაზე საუბარი მე პირადად მწვენია. სუფთა ჰაერის პრობლემა ფოთში ქაფშიის ჭერის სეზონის დაწყებისთანავე დგება, ანუ ოქტომბრიდან მაისამდე. ადგილობრივების თქმით, გადამამუშავებელი საწარმოები სწორედ ამ პერიოდში აქტიურად იწყებენ მუშაობას და ქალაქში გაუსაძლისი სუნი დგება. ადგილობრივი ხელისუფლება ჰაერის დაბინძურების გამომწვევ შესაძლო მიზეზებზე ღიად საუბრობს, პრობლემის მოგვარების გზებზე კი ვერა. ეთყობა თავის დროზე არ მიექცა სათანადო ყურადღება ადგილის შერჩევას, იმ სტანდარტების შესაბამისად მოწყობას აი ამ ქარხნების. ადგილობრივ ხელისუფლებას ნაკლები ბერკეტი გააჩნია აი ამ პროცესის შესაჩერებლად. გარემოს დაცვის სამინისტრომ ჯერ კიდევ შარშან თებერვალში ქაფშიის გადამამუშავებელი საწარმოები ადგილზე შეამოწმა. შედეგად დადგინდა, რომ საწარმოებში დამონტაჟებული მტვერდამჭერი მოწყობილობები, ანუ ფილტრები, არასაკმარისი სიმძლავრის იყო ან გაუმართავი. მათი ექსპლუატაციის წესი კი დარღვეული. დაკისრებულ ჯარიმებთან ერთად საწარმოებს რეკომენდაციაც მიეცა, თუმცა უკვე მიმდინარე წელს მათი მუშაობა ჯერ არ შემოწმებულა. რაღაც მომენტში თიშავენ ამ ფილტრებს, ანუ თუ ჩვენი ვართ ბუნებრივია მათ ჩართული აქვთ ეს ყველაფერი და თუ მიდის გადამუშავების პროცესი, თუმცა როდესაც არა ვართ, მოკეთ სავარაუდოდ ჩვენ ვფიქრობთ, რომ არ ხდება ინტენსიურად ამ ფილტრების გამოყენება. ასევე აი ეს ფილტრები არ არის საკმარისად აღჭურვილი დეოდორანტებით, რომელიც უზრუნველყოფს აი ამ სუნის შემცირებას და მეორე პრობლემა არაჰერმეტული ავტომანქანებით თევზის რესურსის გადაადგილება. თავად საწარმოებში კი ამბობენ, რომ ფილტრები შეძენილი აქვს, თუმცა მათი გაუმართავი მუშაობის მიზეზად მფლობელები ტექნიკურ ხარვეზებს და ადამიანურ ფაქტორს ასახელებენ. ამ საწარმოში 24 საათიანი დატვირთვით მუშაობის შემთხვევაში ერთი დღის განმავლობაში 800 ტონა თევზის გადამუშავება ხდება. პროდუქციის ნაწილი ადგილობრივ ბაზარზე ძირითადი წილი კი საზღვარგარეთ გადის გასაყიდად. მეცნიერებს არ გამოუგონიათ ჯერჯერობით ისეთი რამ, რომ თევზის სუნი დაიჭიროს. ხანდახან მუშამი არასწორად დააყენა. მეც მემართება ხანდახან რა. ძაბვა დავარდება, ეგრევე ავტომატი გამორთავს და ვერც გაიგე, მაგრამ გასაფუჭებელი გაფუჭდა. გაძლიერებული ფაქტორებით ამის დაკლება 1-50%-ით შეიძლება. როგორც გარემოს დაცვის უწყებაში განმარტავენ, ასეთი საწარმოების კონტროლთან დაკავშირებით კანონმდებლობა ლოიალურია, თუმცა გამოსავალი ჰაერის დაბინძურების შემთხვევაში მაინც არსებობს. მოგვართავთ თხოვნით მოსახლეობასაც, მათ შორის თუ იგრძნობთ რაიმე ინტენსიურად ამ სუნის მომატებას, ასევე დაგვიკავშირდეთ ხელხაზე 153. მდგომარეობა კი ქალაქში იმდენად მძიმეა, რომ რამდენიმე დღის წინ მოსახლეობამ ქუჩაში საპროტესტო მსვლელობა და აქციაც მოაწყო ასეთი შინაარსის ტრანსპარანტებით. თუმცა მიუხედავად პროტესტისა, ქალაქში პრობლემად ქცეული გადამუშავებული ქაფშიას სუნი ისევ დგას.